9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამოშვიდობის რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ვერაფერს ვერავინ ვერ უბედავს, რომ უთხრა რამე, მაშინ დაგემუქრებიან და დაგიჭერენ და საგიყურებენ ცერა. ვერაფერს ვერ აუბნება ვერავინ. სამხედრო ავტომანქანები ორი შლაგბაუმი და გასაიდუმლოებული ბანაკი სვანეთში. მესტიელებისთვის ლაგერის ტერიტორია დაკეტილია. სამხედრო მანქანები ტიპი როგორც არის, შიგში უყურებთ ზიან სამხედრო პირები, ავტომატებით შეერაღებული და მიყავთ მოყავთ. მანამდე უცელი ავტობუსებით დაღავთ. მე ვეკამათე მაგათ რომ რა გინდათ აქ საზღვარი აქ არ არის, ტერიტორია აქ ჩვენ არ აქვს არაფერი და რა საქმე რატო იმალებით მეთქი. იმალებიან ეს საბასკაცი. ეს მე ვერ შემოგშევ და ვეცერებს ვერ გაჩვენე და დატოვეთ ტერიტორია. ის ნიშნავენ დამოუკიდებელი წევრების კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში, საუბნო კომისიებში ჩართული პედაგოგები, დირექტორები და მანდატურები. Ჩვენი სკოლის დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. კი. და მანდატურებიც. ალბათ მანდატურები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კი ცნობილია ვიცი. გიორგი ლორია, საქართველოს ესპანეთის თამაშის გმირი ტრაუმირებულია. მედიკოსების პროგნოზი, რამდენი ხნით გამოეთიშა ნაკრებს მისი პირველი ნომერი. აღინიშნება მუხლის აღწის და მის გარშემო არსებული გველიქსოვილების შეშუპება. გაურკვეველი ბანაკი მესტიაში ბაზას, რომელიც დღეს მეცხრე არხის კამერებმა გადაიღეს, გარე სამყაროსაგან ორი შლაგბაუმი ჰყოფს. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში სამხედრო ბანაკთან მისასვლელ გზაზე თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანები მოძრაობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე, სადაც გაურკვეველი დანიშნულების ბანაკია გაშლილი ადრე, არანაირი სამხედრო ბაზა არ ყოფილა. ახლა კი ტურისტულ მარშრუტებზე შეარაღებული პირები მოძრაობენ. რა არის მესტიაში განლაგებული ბანაკის დანიშნულება და ვის დაქვემდებარებაში არიან იქ მობილიზებული ადამიანები? მეცხრე არხის ამ კითხვებზე პასუხი არც მესტიაში აქვს სამხედრო პოლიციას და არც თბილისში თავდაცვის სამინისტროს. ეს არ არის აღნიშნული. ხო და არ შემოვდივარ, ხო? სვანეთის ტყიანი მასივი, სადაც ადრე ტურისტული ბაზა იყო განლაგებული, გაურკვეველი შენაერთების დისლოკაციის ადგილად იქცა. ტერიტორიას, რომელსაც მესტიელები ლაგერის სახელით მოიხსენიებენ, სამხედრო პოლიცია იცავს. გამშვებ პუნქტებზე სამხედრო ავტომობილები რეგულარულად გადაადგილდებიან. ჯარისკაცებს მათი მიმოსვლის მიზეზებზე საუბარი აკრძალული აქვს. თავდაცვის სამინისტროს ობიექტია? საიდუმლო ბანაკის დანიშნულებას მეცხრე არხი მთელი დღის განმავლობაში არ კვევდა. ამ დრომდე უცნობია საჯარისო ნაწილის წარმომავლობაც. თავდაცვის სამინისტროს პრესსამდივნო სატელევიზიო ჯგუფის სატელეფონო ზარს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს. შედეგოდ იკვლევს. მესტიელებმა მხოლოდ ის იციან, რომ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ შეიარაღება შეიტანეს. მე ვეკამათე მაგათ რომ რა გინდათ აქ საზღვარი აქ არ არის, ტერიტორია აქ ჩვენ არ აქვს არაფერი და რა საქმე რატო იმალებით მეთქი. იმალებიან ეს საბასკაცი არიან. და რა უნდა სვანეთში არც ერთი ტერი ჩვენ საზღვარზე არ შემოიჭრება, არც ესაზღვრებით არავის ისეთ ადგილას რომ მოვიდევს იმედა და იმალებიან აქ მე საფერს არ აკეთებ. საჯარისო შენაერთების დისლოკაციის ადგილზე მესტიელებს სახნავს სათესიც აქვთ, მაგრამ ერთი კვირაა ლაგერზე მიწით ვეღარავინ სარგებლობს. იქ შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. მთელი ჯაფარიძეებს იქა სათიბები და საერთოდ გმარებიდან ამოაგდეს. საქონელი რო გადევნიან, ისინი უკანა ბრუნდებიან და საქონელის მოსდეს და თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მესტიასთან ბაზის არსებობა არ დასტურდება. ტერიტორია, სადაც სამხედროები იმყოფებიან, სასაზღვრო ზოლიდანაც დიდ მანძილზეა დაშორებული. ლაგერზე გადის პოპულარული ტურისტული მარშრუტი, რომელზეც უსხოლ სტუმრებს შეიარაღებული პირები შერჩევით ატარებენ. ჟურნალისტებისთვის კი ტურისტულ ბილიკზე გასვლა აკრძალულია. სამხედრო ბაზა არ შემოვლითი გზებითაა ხელმისაწვდომი. ლაგერის პერიმეტრი ბლოკპოსტებით კონტროლდება. ნათი ამ დრომდე ჯერჯერობით გაურკვეველია ამ სამხედრო ბაზის თუ არ ვიცი სხვა დანიშნულების ბანაკის წარმომავლობა. ჩვენ ამ დრომდე ვერ გავარკვიეთ თუ ვინ არიან, შიგნით არიან ეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქვედანაყოფები თუ რომელიმე სხვა ძალოვანი უწყების. ჩვენ საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე კიდევ ერთხელ ვცადეთ დაგვერეკა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, თუმცა ჩვენ ზარებს ისევ არ პასუხობენ.
ჯერჯერობით ესეთ სიტუაციაა გაურკვევლობა დავალოდოთ ხვალინდელ დღეს იქნება ამ სიუჟეტის მერე გამოეხმაუროს თავდაცვის სამინისტრო. მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა. მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მესტიიდან სვანეთში არსებულ გაურკვეველ ბანაკზე გიორგი მანჯავიძე გვესაუბრებოდა. სკოლის მანდატურის ახალი მისია საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის საჯარო სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებში საოლქოდან დანიშნული 6 წევრიდან 1 მანდატურია. მანდატურებთან ერთად კომისიაში არიან სკოლის დირექტორები და პედაგოგებიც. რა მიზანს ემსახურება მათი შეყვანა საარჩევნო კომისიებში და გვაქვს თუ არა საქმე ინტერესთა კონფლიქტთან. არასამთავრობო სექტორი პედაგოგებისა და მანდატურებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციებში მათი წევრობის აკრძალვას ითხოვს, თუმცა წელს ეს მოთხოვნა უკვე დაგვიანებულია. დღეს მე-9 არხი საჯარო სკოლებში არ შეუშვეს. აფრიკის დასახლება 131 საჯარო სკოლა, სადაც 2 საარჩევნო უბანია გახსნილი. კომისია ამავე სკოლის პედაგოგებითა და მანდატურებითაა დაკომპლექტებული. ერთ-ერთი კომისიის წევრი მანდატურია 150 საჯარო სკოლაში გახსნილ უბანზეც. 94 სკოლაში გახსნილ 85 და 87 საარჩევნო უბნებში საოლქოს მიერ დანიშნული 6 წევრიდან 5 ამავე სკოლის თანამშრომელია. ამავე სკოლის დირექტორი კი კომისიის თავმჯდომარეა. თაწმინდა 193 საჯარო სკოლა, 31 და 33 საარჩევნო უბანი, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული ამავე სკოლის მანდატურები ლაშა სადარაშვილი და თამარ მახარობლიშვილი გვევლინებიან. მანდატურების საუბნო კომისიებში ჩასმის შესახებ ინფორმაცია პირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენი სკოლის დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. კი. და მანდატურებიც. ალბათ მანდატურები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კი ცნობილია ვიცი. საარჩევნო უბანია გახსნილი თქვენი და მანდატურები არიან თქვენი სკოლის მანდატურები. 17 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება. არჩევნები კი 1 ოქტომბერსაა დანიშნული. როგორ მოახერხებენ პედაგოგები და მანდატურები სასწავლო წლის დაწყების შემდეგ საარჩევნო საკითხებზე მუშაობას და სასწავლო პროცესის სრულფასოვნად მოგვარებას, დღეს მე-9 არხი ამის გასარკვევად რამდენიმე საჯარო სკოლას ესტუმრა. საიდან ხოთ? ტელეკომპანია მე-9 არხი. არავითარ შემთხვევაში. რას ნიშნავს სხვა არხიდან რო ყოფილიყავით გადავიღებდი? არავით არის სხვა ანაირი არხი. არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიის წევრთა დაკომპლექტებას 400 უბანზე აკვირდება. ახალგაზრდა იურისტებისა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები მანდატურებისა და პედაგოგების საარჩევნო კომისიაში შეყვანას დარღვევად არ მიიჩნევენ, თუმცა ინტერესთა კონფლიქტს არ გამორიცხავენ. ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა არსებობს, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით. ერთი რომ ხო არ ირღვევა უშუალოდ ვთქვათ ზოგადი განათლების შესახებ კანონის ნორმების, თუ დირექტორი, პედაგოგი, მანდატური ერთად არიან ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ხომ არ იკვეთება ეს საკითხი და გადაწყვეტილებას რამდენად დამოუკიდებლად მიიღებენ ეს ადამიანები. ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების მიმართ ზეწოლა გაცილებით უფრო მარტივია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წინა საარჩევნო პერიოდი გვიჩვენებს, ვთქვათ, პედაგოგებს ზეწოლა და გათავისუფლების შემთხვევები, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის გამო უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე სხვა უწყებებში. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ბუნებრივია უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ განიცადონ რაიმე ტიპის ზეწოლა, თუ კი ესეთი არსებობს, ვიდრე თქვათ სხვა ორგანოებში დასაქმებული პირები. განათლების სამინისტროში მანდატურებისა და პედაგოგების კომისიის წევრებად დანიშნოში პრობლემას ვერ ხედავენ. სწავლის პროცესს ხელი არ შეეშლება. მანდატური პრინციპის თანამშრომლებით ჩვეულებრივად ვისეცემდა და მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომელიც გამოაცხადა იმას საოლქო და ძალიან მანდატური მოხდება, მანდ ვინმე სხვა თანამშრომელი კანონი არ უგზავნა. ვიდრე არასამთავრობოები კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით დაიწყებენ მუშაობას, რამდენიმე დღეში იმ მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ ჟურნალისტებს, სადაც სწორედ პედაგოგების, მანდატურებისა თუ სხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების კომისიის წევრებად დანიშნვასთან დაკავშირებულ დარღვევებზე იქნება საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ. გიორგი კარბელაშვილს ბრალი ამომრჩევლის მოსყიდვაში ედება. კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის მოსახლეობა აცხადებს, რომ წმინდანი ძმების კარბელაშვილების ხსენების დღეს ადგილობრივებს გიორგი კარბელაშვილმა 500 კაციანი სუფრა გაუშალა. თავად მაჟორიტარობის კანდიდატი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მის ეზოში პურმარილი სოფლელებმა მიიტანეს. გადაიხადა კაცმა და დაუძახა იქიდან მოიყვანა ზოგი აქედან იყვნენ. კარბელაშვილის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. არასამთავრობოები ფაქტის შესწავლას და რეაგირებას მოითხოვენ.
ან პრესაში დაიბეჭდება რადგან ან ჩათვალეთ რომ მოკლება მიმდინარეობს და სიახლეების შესახებ ავტვირთავთ საიტზე ინფორმაცია. კარბელაშვილის ამომრჩეველზე ეს სუფრა პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენდა, თუმცა თუ კი აქ იყო საუბარი პოლიტიკურ პარტიაზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იქნებოდა დარღვევა და კონტროლის პალატა ამით უნდა დაინტერესდეს. ქვემოჭალის მუნიციპალიტეტში აცხადება, რომ 6 სექტემბერს წმინდა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს სუფრისთვის ფული სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ დღეობაზე 500 ადამიანს კარბელაშვილი გაუმასპინძლდა. მათ სუფრაზე არაფერი მიუტანიათ. სუფრა გაშალა სოფელმა. დღეობა დღე იყო. დღეობა დღესა ყველას თავისი მოაქვს სუფრაზე. მის ეზოში გაიშალა სტუმრებისთვის სუფრა და ხარჯებით რამდენადაც თვითონ გაიღო. კარბელაშვილის აი ამ სიცრუემ რომ სოფელმა გაიღო თანხაო, მოიტანა დიდი გაუგებრობა რა, იმიტომ რომ ეს იმ წუთშივე გახდებოდა ცნობილი, იმიტომ რომ არავის თანხა არ დაუდია. თავად ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მეცხრეახთან კომენტარს არ აკეთებს. Info9-დან კი აცხადებდა, რომ მათი სახლის ეზოში სუფრა სოფლის ხარჯით მომზადდა. ბატონი გიორგი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. გასაგებია ძანდება. ერთადერთი აგიხსნით უბრალოდ. ვისი სახსრებით ხდება სუფრას მეკითხები ამ დღეს? სოფელმა გააკეთა ეს ყველაფერი და იმანდა რა შეკითხება. დაარღვია თუ რა კარბელაშვილმა კანონი ამ კითხვით ნაციონალურ მოძრაობასაც მიუმართეთ, თუმცა მმართველ პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ. ორგი წინასაარჩევნო გამოკითხვა ამჯერად საზოგადოების აზრი გერმანულმა ორგანიზაცია Forsma გამოიკითხა. 2000-ზე მეტ რესპონდენტს რამდენიმე შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ჯარიმასთან დაკავშირებითაც. სამართლიანად მიიჩნევ თუ არა ივანიშვილის 88 მილიონიან ჯარიმას. გამოკითხულთა 57% ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს, 14% კი სამართლიანად. Forsma დღეს პოლიტიკოსთა რეიტინგის წარმოადგინა. სოციოლოგიურმა და კვლევითმა გერმანულმა ორგანიზაცია Forsam დღეს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა, რომელიც 17-დან 30 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები, პოლიტიკოსთა და ინსტიტუტთა რეიტინგი და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კვლევის შედეგები რამდენიმე სფეროს მოიცავს. Როგორ შეხვდებით საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების უმრავლესობით გამარჯვებას, Forsas გამოკითხვებით რესპონდენტთა 52% დადებითად აფასებს, უარყოფითად კოალიციის გამარჯვებას 20% უყურებს, 28% კი პასუხისგან თავს იკავებს. პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა 53% ბიძინა ივანიშვილს მისცემდა ხმას, 33% ვანო მერაბიშვილს, 24% კი ხმას არც ერთს არ მისცემდა, ან არა აქვს პასუხი. ჩვენ დავუსვით შეკითხვები რესპონდენტებს იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც კანდიდატებს და არჩევნებს ეხებოდა. ხშირ შემთხვევაში რესპონდენტებმა უფრო მეტი უპირატესობა კოალიცია ქართულ ოცნებას მიანიჭეს. სხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მსგავსად Forsas გამოკითხვებშიც ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია 89%-ით ლიდერობს. გამოკითხულთა 74% კი ქართულ არმიას ენდობა. პოლიტიკურ პარტიებს 25% უცხადებს ნდობას, სასამართლოს კი 20%. შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 43% კი ნაციონალურ მოძრაობას, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას კი 6%. რაც შეეხება პოლიტიკოსთა რეიტინგს, ის ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი 49%, ვანო მერაბიშვილი 48%, მიხეილ სააკაშვილი 47%, საკმაოდ ვრცელ სიას ნინო ბურჯანაძე ასრულებს 13%-ით. Forsas კვლევის შედეგებს ფსიქოლოგი რამა საყვარლიძე უფრო რეალურად მიიჩნევს, ვიდრე ბოლო პერიოდში ჩატარებულ სხვა კვლევებს. აი ცხოვრების სოციოლოგიას რო დავაკვირდეთ, აქედან გამომდინარე, მე მგონი ეს Forsas შედეგები რეალობასთან უფრო ახლოა და NDI-ის შედეგებში რესპონდენტები უფრო ტყუია. Deutsche Telekom, CNN, BBC, American Express, Citibank, Euronews და სხვა სახელმწიფო უწყებები. ეს სოციოლოგიური და კვლევითი ორგანიზაცია Forsas დამკვეთ და არასრული ჩამონათვალია. კვლევებზე, რომელიც Forsma გამოაქვეყნა, ამ წუთებში კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ გთავაზობთ მის კომენტარს. ტონი ბლერის გაკეთებული ძალიან ცნობილი კომპანია, რომელიც მხოლოდ კვლევითაა დაკავებული. არ მიაქციეთ ყურადღება. PNN-ის გამოქვეყნებული რამდენიმე კვირის წინ იყო. ოქსფორდმაც გამოაყენა. ყველგან ჩვენ ვიყავით ლიდერი და ყველგან ჩვენ ვიგებდით. ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ ყველა დაივიწყეთ ეს. რომელი ტელევიზია ბრძანდებით თქვენ, აბა? მაესტრო. არ გახსოვს მე? ეს გასაგებია სახელმწიფოებმა შეიძლება დაივიწყონ და არაცხოს, მაგრამ იყო კვლევები ოქსფორდის, სადაც ჩვენ 12-13% თუ გებდით მათ. იყო კვლევები PNN-ის ძალიან ყველაზე ავტორიტეტული კომპანია შეიძლება იყოს სოფლიოში, ვინც კვლევებს
აწარმოებს. NDI და ARI ამერიკაში არასდროს კვლევები არ გაუკეთებიათ, მაგრამ ეს არ არიან სპეციალიზირებული კვლევებზე. აი ეს კომპანია არის ყველაზე სპეციალიზირებული და ყველაზე ცნობილი. მე მგონი გერმანელები ცნობილნი არიან, მე არ ვიცი ამ კომპანიის შესახებ. ამ კომპანიის შესახებ. აი გაიხსენებთ ამერიკელებიც გაკეთებული და გაიხსენებთ ოქსფორდის უნივერსიტეტის. ჩვენ იქაც უგებდით, მაგრამ და კარგი უპირატესობით. ეს ნორმალურია. ესეც არის. რეალობა კიდევ უკეთესია, ამასაც გეტყვით. უფრო კარგია კიდევ რეალობა გაცილებით. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საინვესტიციო დაავების საბჭომ სარჩელი რეგისტრაციაში გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი საინვესტიციო დავა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის საჩივარში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფომ შელახა მისი როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქის კანონიური უფლებები, რადგან ყველა უკანონო ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩაიდინა, 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდა. ეს კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. რიგით მეოთხე დავა საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ ინვესტორს შორის მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავათა საერთაშორისო ცენტრმა რეგისტრაციაში გაატარა. საარბიტრაჟო საქმეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიენიჭა ნომერი ARB 12/27, რის შემდეგაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა უნდა წარადგინონ თითო არბიტრაჟი, ორივე ერთად კი აირჩიოს მესამე არბიტრაჟი. ამის შემდეგ შეიქმნება საარბიტრაჟო ტრიბუნალი. პროცედურების მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით მხარეთა შორის აზრდა გაცვლა, ფაქტების სარდგენა და განხილვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით საერთო ჯამში 2 წლიანი პროცესია. რაზარალი მიადგა საფრანგეთის მოქალაქე ინვესტორ ივანიშვილს ხელისუფლების მხრიდან. ჯობია ადვოკატს შეეკითხოთ. ის თანხები რაც ბანკიდან ამოიღეს, მე მგონი აი 190 მილიონი თუ რაღაც, აი მე ზუსტი ციფრები არ მიცოდინებთ და შეცდომა შეგეყო. საქართველოსა და საფრანგეთს შორის 97 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება საინვესტიციო ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ ორივე სახელმწიფოს ავალდებულებს მასპინძელი სახელმწიფოს რანჩი ინვესტორებს ისეთივე საინვესტიციო რეჟიმი და დაცვა შესთავაზონ, როგორც თავიანთ ქვეყანაში აქვთ და ამავე დროს არ დაუშვან მათთვის ზიანის მიყენება. საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ეს არის უკანონობის წინააღმდეგ სარჩელი და რა თქმა უნდა ხელისუფლებამ გააკეთეს უკანონობა. ნონის შეცვლა, როდესაც რომელმაც ბანკს გაუფუჭა უზრუნველყოფილი კრედიტები 190 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი, ბანკის დაჯარიმება 890,000 ლარით, ფულის გათეთრების მოგონილი ბრალდებით, საინკასაციო მანქანების გაჩერება და შესაბამისად ბანკისათვის პრესტიჟის შელახვა. აქ იყო ოქტომბერში კაპიტალის არნახული გადინება ბანკიდან, როდესაც სალოვანი სტრუქტურების მითითებით ბანკი დატოვეს სხვადასხვა კლიენტები. გამოიტანს თუ არა სარჩელს საარბიტრაჟო სასამართლოდან ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? კარგი კითხვაა ძალიან. კანონიერება ყოველთვის და ყველგან უნდა აღზრდეს. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და არ უნდა მიცეთ ამას ესეთი მინიშნება, რასაც ზოგიერთი ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რომ თქვენ გინდა სახელმწიფო გააკოტროთ და სახელმწიფოსგან გამდიდრდეთ და ესე შემდეგ. ჩემი ხელწერა საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად იცის თქვენს. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში ბიძინა ივანიშვილის უფლებებს იურიდიული კომპანია სკადენი, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს კი კომპანია დეკერსი იცავენ. მსოფლიოს ორი ყველაზე რეიტინგული იურიდიული კომპანია ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე მეორედ საქართველოს საქმეზე იბრძვიან. კომპანია დეკერსი ცოტა ხნის წინ ასევე გახმაურებულ ებრაელი ბიზნესმენების საქმეში საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს. სკადენი კი ინვესტორების საქმეს იცავდა. დეკერსისათვის წარუმატებლად დასრულებული საქმე საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლებასა და ებრაელ ბიზნესმენებს შორის გარიგებით დამთავრდა. რიგით მეოთხე საერთაშორისო საინვესტიციო დავამდე საქართველოს ისტორიაში კიდევ 3 საინვესტიციო დავა იყო. იტერა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, იტალიელი ინვესტორები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ებრაელი ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. კლასი, რომელიც უნდა გაქრეს ამ სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ მართველი პარტიის წევრები. ჩვენი ამოცანაა გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვს დააბრუნოს ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და გაჭირვებაში. პრეზიდენტის შემდეგ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს პრემიერ-მინისტრი ემუქრება. ვანო მერაბიშვილის მიერ ახალციხეში გაკეთებულ განცხადებას უკვე მოყვა ოპოზიციის აღშფოთება. ხელისუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ბოლშევიკური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. როგორ ესმით ქვეყნის პირველი პირების ნათქვამი მათ თანაგუნდელებს ნახეთ მახალ ჭკადუას რეპორტაჟში. ეს გრევის მოციქულები საიდან გამოწვენ? ამდენი მართლა მიკურს ამდენი წლიანი, რომ ამდენი წელი ვაშინებთ და უცებ გაჩნდა კლასი, რომელსაც გრევა უნდა უხარია მოსწონს და ამას გამოხატავს.
ქართულ პოლიტიკაში მტრული კლასი პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გურჯაანის იუსტიციის სახლის გახსნისას აღმოაჩინა. 2 თვის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში გამოსვლისას პარტიას ამტრების გაქრობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაუსახა. დედაქალაქში კი გაირკვა, რომ მერაბიშვილი უმუშევრობასთან ერთად პოლიტიკური დინოზავრების დამარცხებასაც შეეცდება. ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოს პოლიტიკური რუქიდან წავშალოთ ის დინოზავრები, 90-იანი წლების დინოზავრები, რომელთა აჩრდილები ჯერ კიდევ დადიან თბილისის და საქართველოს ქუჩებში. ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის დინოზავრები ქართულ პოლიტიკურ არეალში. ვის როგორ ესმის კლასის გაქრობა მართლ პარტიაში? ბატონო დავით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე განაცხადეს, რომ კლასის გაქრომაზე იყო საუბარი. რომელ კლასის გაქრობაზე საუბარი და რატო ლაპარაკობს საერთოდ ხელისუფლება კლასის შორის პირისპირება? თუ გაინტერესებთ კონკრეტული კომენტარი გამოსვლაზე, უნდა მითხრათ კონკრეტული გამოსვლის ნაწილი და არა კონტექსტიდან ამოღებული ერთი სიტყვა. კონტექსტიდან ამოღებული ერთ სიტყვაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმავე კითხვამ სკოლა გაახსენა უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს, რომ კლასის გაქრომაზე ნაციონალური მოძრაობის თავშეყრაზე და ასევე მე მიშათავ ხელიზემაც გააკეთა ამაზე კომენტარი. და გითხრათ, რომელ კლასი არის საუბარი? მესამე კლასი. მესამე კლასის გაქრომაზე? აი ხო რა, ვერ გავიგემეთქი რა, არ მინდა მომხდარ. არ აკეთებ კომენტარი. გაცილებით სრულყოფილი პასუხი გაგვცა ნუგზარ ციკლაურის თანაპარტიელმა. ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პრინციპულად ვისთვისაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის არათუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ საერთოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ასეთი ხალხის არსებობა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში არის როგორც მინიმუმ ძალიან დიდი შეშფოთების წყარო. ნაციონალური მოძრაობის ბრალდების ადრესატის კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შენიშნავს, რომ კლასის გაქრობის შესახებ განცხადება პოლიტიკური რიტორიკის ჩარჩოს გასცდა. თინა ხიდაშელი ქვეყნის პირველი პირების განცხადებებს მუქარად აღიქვამს. ეს არ არის ლენინიზმის ნიშნები, ეს არის ჩამოყალიბებული ნეობოლშევიკური ხელისუფლება. ორი მთავარი იარაღი აქვს მას, ეს არის პოლიციური ძალადობა, ეს არის პროპაგანდა და ისე როგორც დიადი საბჭოეთის დროს, ეს ორი რამ იყო, პოლიციური ძალადობა და NKVD და პროპაგანდის იარაღი, ვრემია მთავარი ინსტრუმენტები ქვეყნის მართვის, ზუსტად ამ სტილში, ამ პრინციპებით მართავს ის დღეს ქვეყანას. კლასის გაქრობის მუქარამდე ნაციონალური მოძრაობისგან ქართულმა ოცნებამ ისეთი შეფასება განსაზღვრებები მიიღო, სადაც ძირითადად ჯოჯოები, მღრღნელები და მუმიები ფიგურირებენ. წინა საარჩევნო და პოლიტიკური თემებიდან გუშინდელი საფეხბურთო მაჩის მთავარი გმირის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. თუმცა ზუსტი დიაგნოზისთვის მისი განმეორებითი და დეტალური გამოკვლევაა საჭირო. საქართველოს-ესპანეთის მაჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ტრავმა 75 წუთზე ზურაბ ხიზანიშვილთან შეჯახების დროს მიიღო. საქართველოს ნაკრების მეკარემ დღეს Facebook-ით მადლობა გადაუხადა მაყურებელს. ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა. გული ძალიან დამწყდა, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი. მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. წერს გიორგი ლორია და დარწმუნებულია, რომ ის ქართველების გახარებას კიდევ შეძლებს. საქართველოს-ესპანეთის მატჩის 68-ვე წუთი ამ დრომდე შესანიშნავად მოთამაშე გიორგი ლორიასათვის უმძიმესი გამოდგა. ესპანელთა მორიგი შეტევის ჩაშლის მცდელობისას ჯვაროსანთა კარის დარაჯი თანაგუნდელ ზურაბ ხიზანიშვილს შეეჯახა. დიდი სურვილის და მცდელობის მიუხედავად მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ტრიბუნების ოვაციების ქვეშ საკაცის დახმარებით დატოვა მოედანი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება თბილისის დინამოს მთავარმა ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა დღეს პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გააკეთა. აღინიშნება მუხლის აღწრის და მის გარშემო არსებული ბილიქსოვილების შეშუპება. ესაჭიროება დამატებით გამოკვლევები, რომელიც დაახლოებით რამდენიმე დღეს გასტანს და ამის შემდეგ უგეცოდნება მისი საბოლოო დიაგნოზი. თბილისის დინამოს 26 წლის კარის დარაჯი ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან გამოდის და ამ დროის განმავლობაში ჯვაროსანთა მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ხორვატიის და სლოვენიის ნაკრებებთან უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა შეხვედრებმა ლორიას მაღალ სათამაშო კლასში უცხოელებიც დაარწმუნა. ესპანელებთან დაპირისპირების წინ პირენელთა კარის დარაჯმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა იკერ კასილასმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მომავალი მეტოქის რიგებში თორნიკე ოქრიაშვილთან და ჯანუ ანანიძესთან ერთად გიორგი ლორიას გამოარჩია.
საქართველოს ნაკრების მატჩი ბელორუსიასთან ნახეთ და მათ შორის მეკარე ლორია ანანიძე და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი. ყურადღებით უნდა ვიყოთ მეტოქის შეუფასებლობა დაუშვებელია. ხვალინდელ მატჩში ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება, თუმცა იოლ შეხვედრას არ ველით. კასილასის მაღალი შეფასება გიორგი ლორიამ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებთან შეხვედრაში სრულად გაამართლა. თუმცა ტრამვის გამო მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრებს და თბილისის დინამოს წინ არაერთი sapasუხისმგებლო მატჩი ელით და ძირითადი მეკარის რაც შეიძლება მალე მწყობში ჩადგომა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. არათანაბანი წინასაარჩევნო გარემო და პარტიებს დაპირისპირებული სახელმწიფო მანქანა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დევნა პოლიტიკური ნიშნით არაპროპორციული სანქციები, სახელმწიფო რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და მართველი პარტიის მიერ დიპლომატიური კორპუსის ლობისტური მიზნებისთვის გამოყენება ეს ყველაფერი ერთ კვლევაში აისახა. არჩევნებამდე 19 დღით ადრე საერთაშორისო გამჭვირვალობაში აცხადება, რომ უთანასწორო წინასაარჩევნო გარემო არჩევნების შედეგებზე უარყოფითად იმოქმედებს. არჩევნებამდე 19 დღით ადრე წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მორიგი ანგარიში ქვეყნდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხაზს რამდენიმე ტენდენციას უსვამს. საკანონმდებლო ცვლილებები ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შერჩევითი სამართალწარმოება და ოპოზიციის არაპროპორციული სანქციები, ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით, საჯარო მოხელეებისა და დიპლომატიური სამსახურის ერთი პარტიის ლობისტური მიზნებისთვის გამოყენება, არჩევნებში ხმის მიცემის ფარულობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, ამომრჩევლის მოსყიდვა. ტენდენცია კი არის ის, რომ ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდი არ არის კონკურენტული და ძალიან ბევრი ბარიერი ექნება ოპოზიციურ პარტიებს იმისთვის, რომ წარმართონ თავიანთი საქმეა. იყო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ დავაფიქსირეთ, შევისწავლეთ 45 შემთხვევა. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ადამიანების გაშვება პოლიტიკური ნიშნით. კვლევაში დეტალურად არის განხილული კონკრეტული ფაქტები, საიდანაც ირკვევა რა პირობებში მიმდინარეობს ქართული წინასაარჩევნო კამპანია. უწყებათა შორისი კომისიის წარმომადგენელი კვლევას დადებითად აფასებს და კანონდარღვევებზე რეაგირების პირობას დებს. ფიქრობ, რომ გარკვეულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძება და ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობას. აქ არის გარკვეული ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა და შევისწავლით. კვლევაზე დაყრდნობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ასკვნის, რომ მსგავსი წინასაარჩევნო გარემოს პირობებში ამომრჩეველი ყველაზე მეტად ზარალდება. ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც სახელმწიფო მანქანა უპირისპირდება პარტიებს, რაც აბსოლუტურად არათანასწორ საარჩევნო გარემოს ქმნის, მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება თუ კი გადავავლებთ თვალს იმ მოვლენებს, რაც 2011 წლის ოქტომბრიდან განვითარდა. ამ ყველაფერს აქვს ძალიან ცუდი გავლენა საარჩევნო პროცესებზე. ეს ყველაფერი აისახება მათ შორის არჩევნების შედეგებზეც. ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ საარჩევნო ყუთთან მარტო დარჩენილი ამომრჩეველი არჩევანს მხოლოდ საკუთარი სურვილით გააკეთებს. ხარვეზების მიუხედავად საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომას მელიამ განაცხადა. თბილისში მყოფი დელეგაცია თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. მათი განცხადების ფრაზები ნაცნობია, მაგალითად დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობა და ქართველი ხალხის ნება. ტომას მელიას საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს ქართველი პოლიტოლოგები აფასებენ. როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე ტომას მელიამ განაცხადა, თბილისში გამართული შეხვედრებისას დელეგაციამ საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო პროცესში კანონის სრული დაცვით მონაწილეობისკენ მოუწოდა. ხარვეზების მიუხედავად საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მეორე პრინციპია კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება. ჩვენ ყველა შეხვედრისას ხაზს უსვამდით კანონების თანაბარი გამოყენების აუცილებლობას და იმას, რომ პროცესის ყველა მონაწილე თანაბარი სტანდარტებით იყოს განსჯილი. პოლიტიკურმა პარტიებმა კი პროცესში კონსტრუქციულობა გამოიჩინონ და პოლიტიკური მიზნების საარჩევნო ყუთებთან განახორციელონ. ტომას მელიას ხელმძღვანელობით სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათა შორისმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. იმდინარეობს თუ არა არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის კონკურენტული საარჩევნო კამპანია. ტომას მელიას ამ განცხადების შეფასებისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნება რა განცხადებას გააკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი არჩევნების შემდეგ. ყველა მისი ფრაზა შეიძლება იყოს ორასროვანი, რომ არსებობს კონკურენტული გარემო. თუნდაც ხარვეზებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან კონკურენტული გარემოს გააჩნია ხარვეზები. ეს ანგარიში მას წინ აქვს ქალბატონ კლინტონთან წარსადგენი.
ის არის საინტერესო იქრა სიტყვის. ამ ტიპის შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავარია რომ ეს იყოს მართლაც პრინციპული, კრიტიკული და ობიექტური და ფიქრობ რომ ასეთი შეფასება გაკეთდა ბატონი მელიას მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია თბილის დღეს დატოვებს. კამპანია შენგეხებას აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და კოალიცია მედიის ადვოკატირების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ საკანონმდებლო ცვლილებების შექმნას გარანტიები, რათა მასქერისა და მასტოფერის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. მასქერისა და მასტოფერის გაგრძელებასთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ ეს საკაბელო მაუწყებელსა და არხს შორის კომერციული შეთანხმება და მასში კანონმდებელი მუდმივად ვერ ჩაერევა. მისივე განმარტებით სახელმწიფოს გამონაკლისის სახით ამის გაკეთება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში შეუძლია. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივესალმებით ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი გამყარებული იქნება კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯებით, რათა ერთის მხრივ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ქართული ტელეარხი, ხოლო მეორეს მხრივ გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვები ამომრჩევლების მოსყიდვის შესაძლებლობის შესახებ. ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მაქსიმალურად დროულად მოხდება შეთანხმება უწყებაჩვერის კომისიასა და ტელეკომპანია მაესტროს შორის. მოუწოდებთ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების გზის შექმნას გარანტიები, რათა მასქერისა და მასტოფერის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე და გამოვთქვათ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები, რომ მუდმივად საკუთარი კომერციული ინტერესის ხარჯზე გადასცენ სატელევიზიო არხები. გამონაკლისის სახით ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია საარჩევნო პერიოდში, ისე როგორც საარჩევნო პერიოდში ვავალდებულებთ სატელევიზიო არხებს გაუშვან უფასო სატელევიზიო რეკლამები. საარჩევნო პერიოდი არის განსაკუთრებული პერიოდი, ეს არის პერიოდი, რომელიც იწვევს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. ჩვენ მივესალმებით და მხარს დაუჭერთ ნებისმიერ შეთანხმებას, ნებისმიერ კაბელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის იმის თაობაზე, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს, იმის თაობაზე, რომ კაბელებმა გააგრძელონ სატელევიზიო სადგურების მომსახურება და გადაცემა და ნებისმიერი ასეთი შეთანხმება იქნება მისალბებული და მხარდაჭერილი. ურძენი, რომელიც კახეთის სტიქიას გადაურჩა, დაგვიანებული რთველის გამო ფუჭდება. სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მოსახლეობა ქარხნებში მოსავალს ვერ აბარებს. წნორის ღვინის ქარხანა, რომელიც მხოლოდ ამ ორი რაიონის მოსახლეობას უნდა მომსახურებოდა, ყურძენს ჭარბი მოსავლის მიზეზით არიღებს. გლეხებს დამატებითი ბარიერი შეუქმნა სპეციალური ცნობის სახითაც, რომლის გაცემასაც სოფლის რწმუნებული აჭიანურებს. მეცხრე არხის რეპორტაჟი კახეთიდან, სადაც გლეხებს ყურძენი ულპებათ. სიღნაღსა და დედოფლის წყაროში გლეხებს ყურძნის ჩაბარება უჭირთ. ამბობენ, რომ ქარხანა, რომელიც ამ რაიონებს უნდა მომსახურებოდა, ჭარბი მოსავლის გამო ყურძენს აღარ იბარებს. ერთი მარანი გვაქვს იგეთი, რომელიც გეუბნება, რომ ტონა ნახევარზე მეტი არ მომიტანო. და იმ გამოვარ მდგომარეობაში ვარ და მოსავალი გვაქვს და პება და 1000 ისინი 1000-ნაირად ზარალო. ხო შეიძლება რომ რაღაცა საშუალება გამონახო რომ დაგვეხმარ უნდა. გლეხები იმასაც ყვებიან, რომ ღვინის ქარხნების სპეციალური ცნობის გარეშე ყურძენს არ იბარებენ. ცნობა სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები გასცემენ, სადაც გლეხების საცხოვრებელი ადგილი და მოსავლის რაოდენობაა მითითებული. რწმუნებულები კი ბოლო 3 დღეა ცნობის გაცემაზე უარს ამბობენ. სოფელ ძველანაგაში მცხოვრები ალექსანდრე ჩიფაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ცნობა მხოლოდ რწმუნებულთან რამდენიმე დღიანი კამათის შემდეგ მიიღო. აი, აქედან ცნობა გვინდა რომ მოგცენო, წავიღო და მარანში ჩავაბარო. ისე რომ იტანოთ? არიღებნო. უცნობო თუ. არ ვიცი. აი, ახლა ვეჩხუბები კი, მაშინ 200 ლარი მაგათ გადაუხადო იმ შოფერ. მე რო ხვალემდე გავაჩერო. რა უნდა მე ხო უნდა გადაუხადო იმათ ფული. რატომ გაიცემა სპეციალური ცნობა შეფერხებით, ამასთან დაკავშირებით სოფლის ტერიტორიულ ორგანოში კომენტარს არ აკეთებენ. რთველი 2012-ის საკოორდინაციო შტაბში კი ამბობენ, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არც ერთ რაიონში არ არის. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი პაატა ჭავჭანიძე ცნობების გაცემის შეფერხების შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქარხანა მოსავალს მანამდე ვერ ჩაიბარებს, ვიდრე მიღებულ ყურძენს არ გადაამუშავებს, რაც მხოლოდ მცირე ხნით აფერხებს ჩაბარების პროცესს. გაჭიანურება გამორიცხული ამან უბრალოდ ცნობის გაცემა ხდება ეტაპობრივად თითოეულ სოფელში
ცნობა დროულად მიეწოდება შემდეგ გადამისამართების მიზნით გლეხებს ამა თუ იმ ქარხანაში უბრალოდ ყველა გლეხზე რო გაიცეს ცნობა ერთბაშად ეს გამოიწვევს ქაოსს უბრალოდ და ქაოტურობას ჩაბარების მიზნებად გლეხები ამბობენ, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესი თუ კლავად შეფერხებით გაგრძელდა და პრობლემა დროულად არ მოგვარდა, მოწეული მოსავალი მთლიანად გაფუჭდება. მაშინ როდესაც ანაკლიის ტურისტულ ზონაში სახელმწიფო ინვესტორს მიწას უსასყიდლოდ სთავაზობს ადგილობრივებს საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ანაკლიაში მოსახლეობა მიწებს კარგავს ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა 2009 წლის სექტემბერში ანაკლიაში ახალი საკურორტო ზონის მშენებლობის შესახებ განაცხადა. დღემდე კომენტარს არაკეთებს საჯარო რეესტრი, სადაც მოსახლეობის მიწების სახელმწიფოსთვის გადაფორმება მოხდა. ერთ-ერთი დაზარალებული ომარ აქუბარდია ქართულ სასამართლო ინსტანციებში საქმის წაგების შემდეგ სამართალს ამჯერად სტრასბურგში ეძებს. ელგუჯა სორდია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს და ელექტრონული ნახაზიც, თუმცა ამის მიუხედავად უკვე 2 წელია მისი მიწა სახელმწიფო საკუთრებაშია. კაცი ისინი არ მოსვლა და უთქია მისი ეს მიწა. პირდაპირ შევიდნენ და იწყეს მშენებლობა. აშენო კაცო, ვინ თქვა რა აშენო? მაგრამ მე ხომ უნდა რაღაც ყურადღება ხომ მინდა ამ მიწა თუ ჩემია, მაშინ რა განაზღაურება უნდა იყოს, ამას უნდა იყოს. მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემა ანაკლიის სანაპიროს 12 კილომეტრიან ზოლში ასობით ოჯახს აქვს. წითელ ზონად გამოაცხადა და არ შეიძლება არც მიწის გაფორმება, არც გადაფორმება, არც გაკეთვა და არაფერი. ფაქტობრივად ეს ტერიტორია განაწილებულია ხელისუფლების მიერ არის თავისთვის მიზომილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი ანაკლია მათთვის წართმევ მიწაზე შენდება. მაგალითად, სასტუმრო ანაკლია თორნიკე ბობუტეიშვილის, სასტუმრო ოქროსაწმისი კი მარინა სორდიას კუთვნილ მიწაზეა აგებული. აქ საინტერესო ერთი დეტალია, მთავრობას მათთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. მარინა სორდია დღეს მედიასთან უარესის მოლოდინის შიშით არ საუბრობს, თუმცა მიწის ჩამორთმევის პროცედურას თავის დროზე ზეწოლითა და მუქარით ხსნიდა. პრობლემა არა მხოლოდ ანაკლიელებს, არამედ მათაც ექმნებათ, ვის მიწაზეც ანაკლიის რკინიგზამ უნდა გაიაროს. ამ მიზეზით ერგეტაში მცხოვრებ ომარ აქუბარდიას 48 ჰექტარი მიწა ჩამოართვეს. ის საიას დახმარებით ეროვნული სასამართლოების შემდეგ სამართალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ეძებს. 2007 წელს ბატონმა აქუბარდიამ თავის სახელზე შეიძინა და დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, თუმცა შემდგომში 2009 წელს სახელმწიფო ახორციელებს რამოდენიმე მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ აქტს, რაგზითაც იგი ამ მიწის ნაკვეთს მის საკუთრებაში იღებს. ამ ეტაპზე საქმე გაგზავნილია ევროპულ სასამართლოში. საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი, თუმცა რაიმე კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან ამ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ დაწყებულა. მათ ჰქონდათ გეგმაში, მაშინ რომ თქვათ პორტის აშენება რაღაც გეგმები იყო, არაფერი არ არის. ისეთ არის ეს ყველაფერი ზღაპრებია, რომ მიწები წაგვართეს, ბევრს წაართვეს გესმის და ეს მიწა სანაპირო მიწებია, ოქროს ფასი აქვს ამას. რატომ მართავს მესაკუთრეს მიწას სახელმწიფო და რატომ შეჩერდა ანაკლიაში მიწის რეგისტრაცია? შეკითხვებს ამ თემაზე საჯარო რეესტრის ზუგდიდის განყოფილების უფროსი არ პასუხობს. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად მოკლედ დღის მთავარი და მნიშვნელოვანი ამბები მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. გაურკვეველი ბანაკი მესტიაში ბაზას, რომელიც დღეს მე-9 არხის კამერებმა გადაიღო, გარე სამყაროსგან 2 შლაგბაუმი ხობს. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში სამხედრო ბანაკთან მისასვლელ გზაზე თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანები მოძრაობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე, სადაც გაურკვეველი დანიშნულების ბანაკია გაშლილი, ადრე არანაირი სამხედრო ბაზა არ ყოფილა. ახლა კი ტურისტულ მარშრუტებზე შეარაღებული პირები მოძრაობენ. რა არის მესტიაში განლაგებული ბანაკის დანიშნულება და ვის დაქვემდებარებაში არიან იქ მობილიზებული ადამიანები? მე-9 არხის ამ კითხვებზე პასუხი არც მესტიაში აქვს სამხედრო პოლიციას და არც თბილისში თავდაცვის სამინისტროს. სკოლის მანდატურის ახალი მისია საპარლამენტო არჩევნებზე. თბილისის საჯარო სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებში საოლქოდან დანიშნული 6 წევრიდან 1 მანდატურია. მანდატურებთან ერთად კომისიაში არიან სკოლის დირექტორები და პედაგოგებიც. რა მიზანს ემსახურება მათი შეყვანა საარჩევნო კომისიებში და გვაქვს თუ არა საქმე ინტერესთა კონფლიქტთან? არასამთავრობო სექტორი პედაგოგებისა და მანდატურებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციებში მათი წევრობის აკრძალვას ითხოვენ, თუმცა წელს მოთხოვნა უკვე დაგვიანებულია. დღეს მე-9 არხის საჯარო სკოლებში არ შეუშვეს. არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო და პარტიებს დაპირისპირებული სახელმწიფო მანქანა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დევნა პოლიტიკური ნიშნით არაპროპორციული სანქციები, სახელმწიფო რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და მართველი პარტიის მიერ დიპლომატიური კორპუსის ლობისტური მიზნებისთვის გამოყენება. ეს ყველაფერი ერთ კვლევაში აისახა. არჩევნებამდე 19 დღით ადრე საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ უთანასწორო წინასაარჩევნო გარემო არჩევნების შედეგებზე უარყოფითად იმოქმედებს.
ყურძენი, რომელიც კახეთის სტიქიას გადაურჩა, დაგვიანებული რთველის გამო ფუჭდება. სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მოსახლეობა ქარხნებში მოსავალს ვერ აბარებს. წნორის ღვინის ქარხანა, რომელიც მხოლოდ ამ ორი რაიონის მოსახლეობას უნდა მომსახურებოდა, ყურძენს ჭარბი მოსავლის მიზეზით დაარიღებს. გლეხებს დამატებითი ბარიერი შეუქმნეს სპეციალური ცნობის სახითაც, რომლის გაცემასაც სოფლის რწმუნებული აჭიანურებს. კახეთში გლეხებს ყურძენი უპებათ. პირდაპირ ეთერში უბრუნდები ჯგუფი შინი ქუთაისში კონცერტს მართავს. კონცერტი, რომელსაც ჯგუფი პროექტის ერთი ხმის ფარგლებში იმართება, რიგით მეექვსეა და ის ბალახვანში 100 საფეხურიან კიბეებთან ტარდება. ჯგუფი შინი ქუთაისელი მსმენელების წინაშე ანჩისყათის მგალობელ გუნდთან ერთად წარსდგა. შინის კონცერტები ყოველთვის იყო ნაწილი დღესასწაულის, ნაწილი სცენაზე ხდებოდა და ნაწილი პუბლიკაში. ეხლა ჩვენ ბრძოლის ნაწილი გავხდით და ძალიან სამწუხაროა. და იმედია ძალიან მალე მივხვდებით ყველა რომ საბრძოლელი არაფერი არ გვაქვს. სამშობლო ერთია და ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. როგორი გვინდა ეს სამშობლო იყოს. ვიყოთ ჩუმად, ვიყოთ შეშინებული, თუ ვიყოთ თავისუფალი ბედნიერი ადამიანები. ტურნეს განაგრძობს ბერა ივანიშვილის მეექვსე სოლო კონცერტი ამ წუთებში ოზურგეთში იმართება. ეს კონცერტი უკვე ორჯერ გადაიდო. ერთ-ერთი მიზეზი კონცერტის გასამართ ადგილზე ხელისუფლების უარი გახდა. ჩვენი კორესპონდენტი თიკა წერეთელი ესწრება კონცერტის ახლა ოზურგეთიდან პირდაპირ ეთერში ისაუბრებს თიკა. მშვიდობის ნაცია ოზურგეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბერა ივანიშვილის მეექვსე სოლო კონცერტი ეს წუთია სრული ანშლაგით დასრულდა. ამ წუთებში DJ Rainbows მუსიკალურ პროგრამას უსმენს აქ მოსული მაყურებელი, გურული მაყურებელი ჩვეული ემოციებით შეხვდა ბერას, რაც შეეხება თელავის კონცერტს, რომელიც 14 სექტემბერს იგეგმებოდა. ჯერჯერობით გაურკვეველია სად რომელ საკონცერტო სივრცეში გაიმართება თელავში კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში კონცერტი ორჯერ გადაიდო, ერთხელ უამიდებს ხოლმე ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ივენთების გამო, ეს ძალიან ბევრი ხალხია მოსული. კონცერტი ჯერ არც კი დაწყებულა და მეტი ხალხი მოდის უბრალოდ. ველოდებით რომ ძალიან მაგარი შოუ უნდა გამოვიდეს დღეს ოზურგეთში. სომანებული ვარ ძალიან გარდა ამ პრობლემებისა მე არაერთხელ აღნიშნე, რომ მთელი კონცერტების მსვლელობის როგორც საორგანიზაციო ჯგუფს, ასევე გულშემატკივარსაც მუდმივად ექმნებოდა გარკვეული დაბრკოლებები სხვადასხვა ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლებისგან, თუმცა ამას ჯერჯერობით საბედნიეროდ პრობლემები არ შეუქმნია კონცერტებისთვის და ყველა კონცერტი ძალიან კარგად და წარმატებით ჩატარდა. დღეს კი გურია ნიუსმა გავრცელა ესეთი ინფორმაცია, თითქოს დღეს საღამოს ოზურგეთში კონცერტის დასრულების შემდეგ იმ ადგილებში, სადაც კამერები არ იქნება, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდებს აქვს დავალებული სცემონ ოცნების აქტივისტებს ძვლებში გადატეხონ. აი ასეთ ფრაზასაც კი ავრცელებს გურია ნიუსი. ეს დავალება, როგორც გურია ნიუსი უწყება ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მისცა მიხეილ კვასაძემ, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრია, თუმცა კვასაძე ამას რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი უარყოფს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აგრეთვე ეს დავალება ნაციონალებს მას შემდეგ მისცეს, რაც ბერა ივანიშვილმა 2 დღის წინ თავისი ახალი სიმღერა ავტოგოლი დადო სოციალურ ქსელში. ეს ავტოგოლი არის ერთგვარი გამოძახილი მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე დღის წინანდელი გაკეთებული განცხადებისა ერთ-ერთ აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ბერა ივანიშვილი უარყოფითად მოიხსენია როგორც მუსიკოსი. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სრული ანშლაგით ჩაიარა დღევანდელმა კონცერტმა. ამ ეტაპზე სიმშვიდეა ოზურგეთში და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ოზურგეთიდან, სადაც ბერას კონცერტი მიმდინარეობს და ბოლოს ეკა ბერძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახებ თავად გვესაუბრება ეკა საღამომშვიდობისა. ნათია, საღამომშვიდობისა, მივესალმები მე-9 არხის მაყურებელს. გადაცემის პირველ ნაწილში მთავარ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ არჩევნებს ელიან საქართველოს მეგობრები 1 ოქტომბერს, თეა წულუკიანი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში მასტკერისა და სატელიტურ თებშებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე შორენა შავერდაშვილთან ვისაუბრებთ. ეკა, მადლობა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე-9 არხს 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად მე ხვალამდე გემშვიდობით, ნახვამდის.